სამი რამ, რაც არ უნდა ქნა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს. ეს არის ფიქრებთან ბრძოლა, მათგან გაქცევა და მათში თავით ჩარგვა. იცი რატომ? ჩვენი ფსიქიკა მოწყობილია ესე. ფიქრი, რომელიც მე მომდის თავში. თუ მე მას გავურბივარ, მაშინებს, ვებრძოლები, ესე იგი მნიშვნელოვანია, ყურადსაღებია და ჩემი ფსიქიკა, როგორც დაცვის მექანიზმი, უფრო ინტენსიურად და მძაფრად აგზავნეს ამ ფიქრებს, რომელიც შემდეგ ვითრევს ოკას ჩაკეტილ წრეში და ცხოვრება იქცევა ტანჯვად. მისი სქემა გამოიყურება შემდეგნაირად. მოდის ფიქრი, შემდეგ მოყვება შფოთვა, ვასრულებთ რიტუალს და შემდეგ ისევ თავიდან იწყება ახალი მტანჯველი წრე. ალბათ გაგიჩნდა კითხვა, აბა რაშია გამოსავალი? გამოსავალი არის ფიქრებთან სწორად ურთიერთობაში, სადაც წყდება ეს ჩაკეტილი წრე და შეგვიძლია დავიბრუნოთ ნანატრის სიმშვიდე, თავისუფლება და ცხოვრების ხალისი. ამიტომ შექმენი მე თქვენთვის შემოძირფასებო 30 დღიანი ტრანსფორმაციული მინიკურსი OCD-ს დასამარცხებლად, სადაც გაიგებთ როგორ ხდება ამ პრობლემიდან გათავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ, ძალიან მარტივად, უსაფრთხოდ და მედიკამენტების გარეშე. მთელი კურსის განმავლობაში მე ვიქნები თქვენს გვერდით და თქვენ მიიღებთ იქ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას. ეს ტრანსფორმაციული კურსი გაიხსნება 20 თებერვალს. მსურველებმა კი მომწერეთ პირადში, ან დატოვეთ კომენტარი და შეგეხმიანებით. სანამ ჩაგწერთ 30 დღიან ტრანსფორმაციულ მინიკურსზე, გაივლით ჩემთან სრულიად უფასო კონსულტაციას, სადაც დაწვრილებით ვისაუბრებთ, დაწვრილებით აგიხსნით ყველაფერს, თუ რა და როგორ მოხდება. გაუზიარე ეს ვიდეო თქვენ სახლობლებს, ვისაც თვლით, რომ ეს პრობლემა აქვს და დახმარება სჭირდება. გახსოვდეთ, ადგილები შეზღუდული.